ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან მიხარია რომ ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკული მხრიდან იმ 5 ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს გულისხმობ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს პარტიულ გეგმებზე, ჩვენს საქმიანობაზე, მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით დაინტერესდა ქალბატონი ნულანდი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვა გვაქვს ჩვენ და რა შეთანხმება იყო ადრე კოალიციაში მიღწეული. ასევე ვისაუბრეთ ბუნებრივია რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინაში მიმდინარე ძალიან დაძაბულ ვითარებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეზე რუსეთის მხრიდან. კაბელების საქმესთან დაკავშირებით თვითონ დაინტერესდა თუ აი როგორ მოხდა და ადრე შეფასება მისი როგორ პოზიცია როგორი იყო თუ გამოსავალი დაინტერესდა ჩვენ რა თქმა უნდა ბუნებრივია მოახსენეთ ამის თაობაზე ბატონმა ირაკლიმ ისაუბრა ამის თაობაზე და მას ჰქონდა ინფორმაცია ქალბატონ ნულანს ისევე როგორც დელეგაციის ყველა წევრს და ამის თაობაზე მინდა გითხრათ რომ ისინი მუდმივად აწარმოებენ და მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან მაღალ დონეზე არის განხილული აღნიშნული საკითხი. პოლიტიკურად შეფასდა თუ არა მათი დაკავება მათი მხრიდან ან ამერიკული მხარის მხრიდან? მე შემიძლია გითხრათ ის რომ ეს არის ძალიან მაღლა დღის წესრიგში ნომერ პირველი თუ არა პირველ სამეულში არის ჩვენი თანამებრძოლების იმ ადამიანების რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებული ორმხრივ საუბრებში ქართულ მხარესთან.